თქვენ რას უკავშირებთ ამ სიაში, ამ სიიდან ივანიშვილის გაქრობას? ეს სტანდარტული შემთხვევა შეიძლება იყოს, ახლა რომ გითხრათ, მე გამოცდილება ამ სიიდან როგორ ქრებიან ადამიანები, ამასთან დაკავშირებით არ მიმდევნებია თვალი არ მაქვს და დღესაც რაც დავძებნე, ქრებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არიან მილიარდერები. ეს არ უკავშირდება შენ თუ სანქციებში მოხდი მაგალითად ავტომატურად ვარდები ამ სიიდან, ასეთი რამ არსად იძებნება. მოკლედ, რა შეიძლება უკავშირებდეთ სიიდან გაქრობას? მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. ხო, აქ როგორც Forbes-ი, ისე Bloomberg-ი აფასებს საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომი ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუ რა ღირებულების ქონების ფლობელია, ესა თუ ის პიროვნება და ამ შემთხვევაში ცალსახა, მოდი ასე ვთქვათ, რომ ივანიშვილის ქონებას აქვს ტენდენცია შემცირების. რატომ აღარ არის ის 500 უმდიდრეს ადამიანს შორის, ამდენად სწორად არის მისი ქონება შეფასებული, მოდით ამაზე უფრო გავამახვილებთ ყურადღებას. ანუ ეს ლეგალური ნაწილი რამდენად არის ისევ ღია წყაროებით ხელმისაწვდომი, მაგალითად Bloomberg-ისთვის ასე უნდა დავსვათ საკითხი, ხო? ზუსტად ამ ნაწილზე გადავდიოდი. პირველ რიგში ცალსახად მინდა აღნიშნო, რომ ივანიშვილის ქონების შემცირება გარკვეული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უკავშირდება უკვე დაწესებულ სანქციას. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელმაც პირდაპირ მაგალითად შეუზღუდა ივანიშვილს ცდომა იმ დაახლოებით $400 მილიონ, რომელიც მან სინგაპურის სასამართლოში მოუგო კრედიტ სუისს. კიდევ უფრო მეტად დაზიანდება ქონებრივი თვალსაზრისით ივანიშვილი ბრიტანული სანქციების დაწესების შემთხვევაში, სადაც $600 მილიონ დავა აქვს ლონდონის სასამართლოში უკვე ამ შემთხვევაში იგივე კრედიტ სუისთან და რა თქმა უნდა, თუ დაწესდება ბრიტანული სანქციები, პირდაპირ $600 მილიონ ასე ვთქვათ ფულზე შეეზღუდება ივანიშვილს ცდომა. ამ სანქციებს რა თქმა უნდა გავლენა აქვს იმ ქონების ღირებულებაზეც, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაში დარჩა. იმიტომ რომ ივანიშვილი როგორც სანქცირებული პიროვნება, ის აღარ არის ხელსაყრელი პარტნიორი ნებისმიერი რეპუტაციული, საკუთარ რეპუტაციაზე მზრუნველი ბიზნესმენისთვის. ანუ ის რომ მან თავისი ქონება მაგალითად გაყიდოს, მაგალითად საქართველოში არსებული სასტუმროები. მას მე ვიტყოდი, რომ წარმოუდგენელია მან ეს შეძლოს მაგალითად დასავლელ რეპუტაციულ ინვესტორთან და იმ რეალურ საბაზრო ღირებულებად, რაც მაგალითად ეღირებოდა მისი სასტუმრო აბასთუმანში ან თუნდაც შეკვეთილში. ხო, ანუ რეალურად ივანიშვილის ქონების ღირებულება და მისი რეპუტაციის უმძიმესი დაზიანებიდან გამომდინარე, ისედაც ღირებულებაც შემცირებულია, რაც შეინარჩუნა და ვინ შეიძლება აქ რო ჩაგეჭრათ, ვინ შეიძლება ეს იყიდოს ისევ რაღაც მისივე ტიპის ბიზნესმენმა. სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა, რომელიც რა თქმა უნდა გადაიხდის გაცილებით ნაკლებს საბაზრო ფასის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მისთვის ივანიშვილისნაირი ადამიანისგან ქონების შესყიდვა ამ შემთხვევაში დამატებითი რისკია, რომ ამ ქონების რეალურ გამოყენებას ის და მიზნობრივ გამოყენებას ვერ შეძლებს და მომავალში გაყიდვა მისთვისაც ასევე პრობლემური იქნება. და ყველაზე მთავარი ნაწილი რეალურად ივანიშვილმა ასევე გარდა იმისა, რომ ობიექტურად შემცირდა მისი ქონების ღირებულება, გადაწყვიტა სწორედ სანქციების შიშის გამო სრულად ჩრდილში გადაიტანოს საკუთარი ქონება. მე მგონი თქვენ ეთერშიც მისაუბრია და ზუსტად ამ სიტყვებით მithქვამს, რომ რა თქმა უნდა ვერ იქნება განპირობებული ივანიშვილის კარგი ცხოვრებით ის გარემოება, რომ მან მთლიანად ჩამოშალა ოფშორულ სისტემაში აგებული მისი ქონებრივი არქიტექტურა, მისი ქონების არქიტექტურა, როდესაც ოფშორებიდან მთლიანად საქართველოში დაიწყო ქონების გადმოტანა, გადაფორმება მეუღლეზე, შვილზე, მის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა სააქციო საზოგადოებებზე, რა თქმა უნდა, ივანიშვილია უარი საგადასახადო შეღავათებზე, უარი იმ კონფიდენციალურობის მაღალ ხარისხზე, რომელიც სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციებზე არსებობს ოფშორულ კომპანიებში, არ თქვა, იმიტომ რომ მას კარგი დროება უთქვას. არ თქვა ამ ყველაფერზე უარი, იმიტომ რომ ეს ასე სჯობია, რომ საქართველოში იყოს. არა, სწორედ სანქციების შიშის გამო, რომ მან გადაარჩინოს მისი ქონების ნაწილი მაინც, ის იძულებული გახდა ოფშორებიდან ქონება გადმოეტანა საქართველოში და აქ გარკვეულწილად გადაეტანა ჩრდილში და ცდილობდეს და აღარ ასაჯაროვებდეს უფრო მეტად ინფორმაციას. თუ აქამდე ივანიშვილისთვის იყო ალბათ პრესტიჟული
და მისი რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო Forbes-ის სიაში და შესაბამისად ინფორმაცია მეტნაკლებად გახსნილი ყოფილიყო მის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ, ახლა პირიქით არის. ახლა ივანიშვილი ცდილობს რომ მისი ქონება როგორც ჩანს დაფაროს, ახლა ივანიშვილს აღარ ჭირდება იყოს მილიარდერების სიაში. ერთი არის მეორეში არ არის. ესეც რაღაც დროის ამბავი ალბათ მეორეშიც როგორ შეიძლება მისი პოზიციონირება. გაკეთა განმარტება რომ უბრალოდ პირველ 500-ში ვერ მოხდა და მხოლოდ 500 ადამიანის სია გამოქვეყნებული, ანუ Bloomberg-მაც რომ გამოაქვეყნოს თქვა იგივე 1500 მილიარდერის სია, აქ ივანიშვილი გამოჩნდება. ისევე როგორც Forbes-ში, როგორც თქვენ აღნიშნეთ 1200 რაღაცა 299 ხო? ამ მომენტარი, ანუ აქ უბრალოდ ტექნიკურ ნაწილთან გვაქვს რატო არ ჩანს Bloomberg-ის სიაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცალსახად სანქციების გამო ივანიშვილის ქონება შემცირდა, ბრიტანული სანქციების დაწესების შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ დარტყმას მიიღებს ივანიშვილი და უკვე ვთქვი რომ $600 მილიონ დავა აქვს მას ბრიტანულ იურისდიქციაში, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად რაც დარჩა ივანიშვილი იმ ქონების გადამალვითაც და გარკვეული ტიპის მაქინაციებიც არის დაკავებული, რომ ის გადაარჩინოს სანქციებს. ეს არ ნიშნავს რომ ის არ არის ამ სიაში პირველ 500-ელში, რომ მას აღარ აქვს ფული და აღარ აქვს მილიარდები, ხო? სამწუხაროდ ეს ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს რომ ის მალავს რაღაცა თანამედროვე მუთაკებიში ალაგებს ასე ვთქვათ თავის რესურსს. ეს ნიშნავს რომ მისი ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს შემცირება ტენდენცია და გაგრძელდება სანამ ივანიშვილი სანქცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის მილიარდერი აღარ არის. ეს არ ნიშნავს რომ მას არ აქვს საკმარისი რესურსი იმ რეპრესიული აპარატის და რეჟიმის შესანახად, რომელ რეჟიმზეც ჯერჯერობით ივანიშვილი დგას. მაგრამ ის ტენდენცია, რაც მისი ქონების შემცირებას უკავშირდება, ის ტენდენცია, რაც საერთაშორისო სანქციების თვალსაზრისით მეტნაკლებად განჭვრეტადია, რომ ალბათ იქნება ბრიტანული სანქციები, ალბათ იქნება ევროკავშირის წევრების ქვეყნების მხრიდან სანქციები, ეს ტენდენცია რა თქმა უნდა იმედის მომცემია, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა სანქციებმა ივანიშვილი აიძულა მთლიანად ჩამოეშალა მისი ქონებრივი იმპერია, ასე ვთქვათ, ოფშორებში და გადმოეტანა საქართველოში. ივანიშვილი მნიშვნელოვნად დააზიანა ქონებრივად და ფინანსურად, შესაბამისად ბრიტანული თუ ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის მოქალაქეა სანქციები კიდევ უფრო მძიმედ დააზიანებს ივანიშვილს და რა თქმა უნდა ხელშემწყობი იქნება იმ ბრძოლის, რაც ქვეყნის შიგნით ქართულ საზოგადოებას აქვს იმ მთავარი ბრძოლის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ თქვენ შეკითხვას რო უპასუხო, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ დღეს ივანიშვილს არ არის მილიარდერი ან არ აქვს ასე ვთქვათ გარკვეული ფინანსური რესურსი იმისთვის რომ ჯერჯერობით ეს რეჟიმი შეინარჩუნოს. აქ ალბათ მისმა ქვეშევრდომებმა უნდა იცოდნენ რომ ის საკუთარი ქონების გადალაგებით, დაბინავებით საერთაშორისო საზოგადოების თვალისგან შორს წაღებით არის დაკავებული, ანუ ის თავის საქმეებს ალაგებს და მის ქვეშევრდომებს კი რომლებიც დასანქცირდნენ და რომელთაც მაგალითად ჰქონდათ თუნდაც 50000 ლარი ანგარიშზე შენახული ანაბრებზე, ან 100000 ან თუნდაც 10000 ან თუნდაც ხელფასი ერისხებოდათ რამდენიმე 1000 თვეში, მათ ამაზე ხელმისაწვდომობა აღარ აქვთ. რაც რეჟიმის წარმომადგენლებს უნდა კარგად ესმოდეთ, აბსოლუტურად სწორი აქცენტია. პირველი ეს არის ის, რომ ივანიშვილი არათუ მათ საკუთარ თავსაც ვერ იცავს სანქციებისგან და ეს სანქციები განგრძობითია, როგორც რეჟიმის წარმომადგენლების, ისე ივანიშვილის მიმართ. ამ სანქციებმა ფინანსურად და ქონებრივად დააზიანა მილიარდელი ივანიშვილიც კი და რა თქმა უნდა ფინანსურად უმძიმეს პრობლემებს შეუქმნის იმ რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებსაც მიახლოებულიც არ აქვთ ივანიშვილის ქონებასთან საკუთარი ქონება, რომელიც დიდწილად ასევე შესაძლებელია კორუფციულად იყოს ნაშოვნი და საქართველოს პირობებში დიდ შემოსავალს და ქონებას ფლობდნენ, მაგრამ ამ ტიპის სანქციების პირობებში რა თქმა უნდა ისინი განწირულები არიან ქონებრივი კრახისთვის და ფინანსური კრახისთვის. და ივანიშვილი ვერ მოახერხებს რა თქმა უნდა მათ დაცვას და მგონი არც აპირებს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ახომ აღნიშნა კიდეც, იმიტომ არ გავამახვილეთ კახიშვილის ამ კონკრეტულ წუწუნის ტიპის რაღაცა დაჩივლების ტიპის პასაჟზე აქცენტი არ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ის განსაკუთრებული პერსონაა ან მის მოსაზრებებს რაღაცა ყველგან უნდა მიუყვეთ. არა, მან ერთ-ერთმა პირველმა თქვა ის სინამდვილე, რაშიც ახლა რეჟიმის მსახურებს უწევთ ცხოვრება შიშში, დისკომფორტში და აბსოლუტურად გაურკვეველი მომავლის პირისპირ. ეს მდგომარეობა მათთვის მათ უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ დამძიმდება, ისინი კარგად ხედავენ, რომ თუ ივანიშვილზე
პირიქით ისინი გაცილებით მოწყვლადები არიან, მოდი ასე ვიტყოთ. იმიტომ რომ ივანიშვილის ხელში ისინი როგორც მარიონეტები არიან შემსრულებელი ჯარისკაცები იმ რეპრესიული პოლიტიკის, იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის, ამიტომ ისინი პირველ რიგში ხვდებიან სასანქციო სიებში და ვნახეთ ჩვენ ბალტიის ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია, რომელთა სასანქციო სიაშიც ჯერჯერობით ივანიშვილი ქონებრივი და ფინანსური თვალსაზრისით არ მოხვედრილა, მაგრამ მოხდნენ სწორედ რეჟიმის წარმომადგენლები, ანუ ეს სასანქციო რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცდება და გაფართოვდება არა მხოლოდ ივანიშვილის მიმართ, არამედ მათ მიმართაც და ივანიშვილი არათუ მხოლოდ არაპირებს მათ დაცვას, რომ სურვილი კონდეს, მას არანაირი რესურსი ამ ადამიანების გადარჩენის და მათთვის ხელის შეწყობის უბრალოდ არ გააჩნია და ვერ შეძლებს მათ დაცვას ამ ფინანსური აქ ალბათ ის უნდა ითქვას, რომ რაღაც ეტაპზე შესაძლოა თუ კი ივანიშვილი დაიწყებს ვინმესთან საუბარს, ისე საკუთარ თავზე და საკუთარ ფინანსებზე აიღოს გარანტიები, რაღაც გარანტიებზე შეიძლება მასთან ვიღაც წავიდეს, რომელიმე დასავლური სივრცე, მაგრამ აი მაგალითად ხარებასთან თუ ფარცხალაძესთან თუ რომელიმე პოლიციელთან, რომელიც შემოლაწუნებაზე ლოყის აწითლების გამო დღეს ჟურნალის ციხეში უშვებს, ისინი ამას ვერ გადაურჩებიან. ანუ ისინი არიან სრულად განწირულნი აი ამ პროცესში და რეჟიმის მსახურება მათ უჯდებათ გაცილებით იმაზე ძვირი, ვიდრე შესაძლოა კონდეთ მათ სარგებელი აი ამ მოკლე ვადაში. აბსოლუტურად გეთანხმებით, ის რითაც ივანიშვილმა შეძლო რეჟიმის კონსოლიდაცია დიდწილად ეს არის ფული გარდა შიშისა, ასე ვთქვათ, როგორც თვითგადარჩენის შიშის, ასევე შიშის დაკარგონის კეთილდღეობა და ისევ ფულს უბრუნდები. ანუ ივანიშვილმა მთელი ეს რეჟიმი დააყრდნო ფულს, უკანონოდ დიდწილად უკანონოდ ნაშოულ შემოსავალს ამ ჩინოვნიკების და სწორედ აი ამ ფულის და ამ უკანონოდ მიღებული კეთილდღეობის გამოყენების შესაძლებლობას მოუსწრებთ მათ ეს სანქციები და ამაში მათ ვერანაირ დახმარებას ივანიშვილი ვერ გაუწევს და აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ. თუ კი ივანიშვილმა შეიძლება მაგალითად იგივე საფრანგეთის სანქციებისგან საბოლოო ჯამში თავი დაიძინოს, თუ ის დროზე მოეგება გონს და ქართული საზოგადოების მოთხოვნას ახალი არჩევნების ჩატარების პოლიტპატიმრების გათავისუფლების რეჟიმის შეცვლის შესახებ და ემორჩილება ის, ვინც უკვე სანქცირებული ყავს საფრანგეთის ხელისუფლებას, ის ვინც უკვე სანქცირებული ყავს გერმანიის ხელისუფლებას, ბალტიის ქვეყნებს თუ მე მგონი პოლონეთსაც ჰქონდა ხომ სანქციები და ბრიტანეთს ისინი რა თქმა უნდა ამ სასანქციო სიაში დარჩებიან და ვერ ვიტყოდი რომ ეს არის სამწუხარო. იმიტომ რომ მე ხშირად ვამბობ ამას, ეს ადამიანები აბსოლუტურად შეგნებულად მიდიან უხეშ კანონდარღვევაზე, დანაშაულებრივ ვიტყოდი დარღვევებზე და დანაშაულებრივი მეთოდებით ხელს უწყობენ ივანიშვილის რეჟიმის გამტკიცებაში. ამიტომ მათ მიმართ როგორც საერთაშორისო სანქციები არის სამართლიანი, ასევე სამართლიანი იქნება ქვეყნის შიგნით ქართული საზოგადოების მოპყრობა, როდესაც მათ მიმართ გარანტირებული იქნება სამართლიანი გამოძიება და სამართლიანი სასამართლო, მაგრამ მათ პასუხისგაცემა მოუწევთ ყველა იმ დანაშაულზე, რომელსაც ისინი დღეს ჩადიან. ირაკლი, კითხვა, დამალული ფულის შენახვა ჯდება თუ არა უფრო ძვირი? ანუ ამაშიც მეტი რესურსი ეხარჯება თუ არა ივანიშვილს. მაგალითად იყო აქ საუბარი, რომ არაბულ სივრცეებში გადაიტანდნენ, თუნდაც დუბაიში, ემირატებში ხომ თავის ფინანსურ რესურსებს მისი გარემოცვის წევრები და იყო კიდეც გააქტიურებული ხომ გახსოვთ ხომ ეს მოძრაობა იქით. თუმცა იქვე ითქვა და ეს ღიად ცნობილია, რომ იქაურ ბანკებში გაცილებით მეტი ჯდება საკუთარი ფინანსური რესურსის შენახვა, ვიდრე თქვათ ევროპულში ან ღია საზოგადოებებში და დემოკრატიული სისტემების ფინანსურ სექტორში. მოდი მარტივი ფორმულასავით ვთქვათ ხომ, ყველა მიცის, როდესაც ივანიშვილთან ვინც შევა ურთიერთობაში, რომ ისინი ივანიშვილს ეხმარებიან ან უკვე დაწესებული ამერიკული სანქციების, ან უკვე გზაში მყოფი ბრიტანული თუ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდისავლაში. ანუ ისინი ეხმარებიან ერთ კონკრეტულ ადამიანს ქონების გადამალვაში, რა მიზნითაც უნდა იყოს ეს უკავშირდება ეს სანქციებს თუ სხვა ტიპის პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას და რა თქმა უნდა ამას თავისი ფასი აქვს. როგორც მე უკვე აღნიშნე, სოლო ელემენტარული ივანიშვილმა რაღაცის გაყიდვა მოინდომოს თავისი ქონებით, არა თუ მოჩვენებითად გადაფორმება, ამ ფულის გადატანა და სხვის სახელზე შენახვა არაბეთის ქვეყნებში იქნება თუ სხვაგან. ხო, უბრალოდ გაყიდვაც რომ მოინდომოს, აქაც კი მის ქონებას არ ექნება ის საბაზრო ღირებულება, რასაც ივანიშვილი მიიღებდა, თუ კი ის არ იქნებოდა სანქცირებული და თუ კი ის იქნებოდა დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მილიარდელი მოქალაქე. ხო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მას გაცილებით სრულად გახსნილი ექნებოდა დასავლური კაპიტალის ბაზარი. ამ შემთხვევაში სრულად ჩაკეტილია მისთვის და ის
გახდა და რჩება დამოკიდებული სრულად კორუმპირებულ ჩრდილოვან პირველ რიგში რუსულ ეკონომიკაზე, სადაც კიდევ ვიმეორებ მის კონებას თუ აქვს საბაზრო ღირებულება X-თან ხარ, რეალურად ის შეძლებს ამის ნახევრად, ასე ვთქვათ, ამ ქონების გამოყენებას და სარგებლის მიღებას. ასე რომ ეს სანქციები კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, მუშაობს და მნიშვნელოვნად აზიანებს ივანიშვილს. თუ კი ბრიტანული სანქციები იქნება, ეს პირდაპირ უმძიმესი დარტყმა იქნება მასზე და რა თქმა უნდა ის რომ ის ცდილობს ქონების გადამალვას, რომ ის მან ოფშორებიდანაც კი წამოიღო თავისი ქონება, ჩამოიტანა ჯერ საქართველოში და ახლა შესაძლებელი აქედან ცდილობდეს სადღაც კიდევ გადამალვას, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ უკავშირდება მოსალოდნელი სანქციების შიშს, ასე რომ აი ისევ იმ ჩინოვნიკებსაც დაუბრუნდები, შეხედონ მათ ბატონს, როგორ ეშინია სანქციების და როგორ რეაგირებს მოსალოდნელ და უკვე დაწესებულ სანქციებზე და მიხვდებიან რამხელა პრობლემის წინაშე დადგნენ ისინი საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებით ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ ამ მომენტისთვის ამ სასამართლოებიდან გამომდინარე უკვე რამდენი აქვს დაკარგული ან გაჩერებული ჰაერში ივანიშვილის მილიარდზე მეტი ხომ? დაახლოებით 400 მილიონზე მეტი ეს იყო სინგაპურის სასამართლოს მიერ უკვე მოგებული დასრულებული დავა ივანიშვილის, რომელიც აღსრულებაზე გააჩერა ამერიკის სანქციები. გაუწევდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ნაწილში ქონებრივი თვალსაზრისით ივანიშვილი ჯერ არ დაუსანქცირებია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ესეც წინ აქვს ივანიშვილს, ხოლო თუ კი ბრიტანულ სასამართლო ბრიტანეთი შემოიღებს სანქციებს, ბრიტანულ იურისდიქციაში ბერმუდის სასამართლოში ივანიშვილს უკვე მოგებული აქვს 600 მილიონი დოლარი, რომელიც გასაჩივრებულია ლონდონის სასამართლოში კრედიტ სუისის მიერ და ლონდონის სასამართლოში თუნდაც მოიგოს ივანიშვილმა ეს 600 მილიონი დოლარი, ეს მას პირდაპირ სანქციების არსებობის შემთხვევაში დაუყადაგდება. მილიარდს გადაცდა უკვე ჩვენი დათვლით. მილიარდ დოლარი, თან ანუ ვსაუბრობთ დაახლოებით 3 მილიარდ ლარზე, თუ ქართულ რეალობაზე ვისაუბრებთ, ანუ მნიშვნელოვანი ნაწილი ეს რეალურად იქნება ფინანსური თვალსაზრისით უმძიმესი დარტყმა. და ისედაც ეს უკვე დანაკარგი არის თუ არა, რომ ეს გასაჩივრებულია, ვერ ტრიალებს ეს თანხა ინვესტირებას ვერ ახდენს, ვერ ეხება, ხო, ამ თანხას. ივანიშვილის აბსურდი და მისი მარიონეტების მიერ გამეორებული deep state ებძვის და deep state-მა გაუჩერა ეს ფული, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ იქ სადაც სამართლიანი სასამართლოა ივანიშვილმა სასანქციო რეჟიმამდე მოახერხა და სასამართლო დავები მოიგო, როგორც სინგაპურში, ისე ბერმუდაში და თუ კი მას ებძოდა deep state და ვინმე რაიმეს ომში ჩართვას თხოვდა, რა თქმა უნდა, არც ამ სასამართლოების მოგების შესაძლებლობას არ მიცემდა ეს ძლევამოსილი რაღაც deep state ივანიშვილს, ანუ იქ სადაც სამართლიანი სასამართლოა ივანიშვილმა მოიგო, ის მაღალი ალბათობით ლონდონის სასამართლოში შეძლებს, რომ ეს 600 მილიონი დოლარი ანი დავა მოიგოს, მაგრამ იმის გამო რა დანაშაულსაც ის საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადის რუსული ინტერესების სასარგებლოდ, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატებმა განაცხადა მისი დასანქცირების დროს, ამის გამო მას მის კუთვნილ მის მიერ მოგებულ თანხაზე. სწორედ ამიტომ იყო მოკლედ ეს დიდი განგაში, როდესაც ბრიტანეთმა თქვა მისი სანქციების შესახებ და ფაქტობრივად კარზეა მომდგარი ეს სანქციებიც და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ფინალისკენ მივდივართ, მაინც თვითონ რაკიღა ასე ღელვა გამოვიდა ხომ აი ამ კიდობნიდან, ასე ვთქვათ, ივანიშვილის კიდობნიდან გამოსჭვივის უკვე ღელვა, შფოთი, ეს ნიშნავს რაღაცა თვალსაზრისით უკვე პროტესტსაც, როდესაც ამას ღიად საუბრობს ერთი კონკრეტული რომელიმე პირი, ხომ, რაც არ მოეწონათ დანარჩენებს, ვინც ახლა ამ წუთისთვის ჯერჯერობით წარმოადგენენ ხომ ივანიშვილის გარემოცვაში. აი მაინც როგორი მოსათმენია სანქციები. მოდი აი ჩვენ და მოვითმინოთ, რომ მეუბნებიან. ნუ ჯერ ხომ ჯილდო იყო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახლა ეს უკვე მოსათმენი ამბავია და არც თუ ისე იოლად მოსათმენი, იმიტომ რომ ეს ოჯახის წევრების თემა, რომელიც შემოიტანა კახი-კახიშვილმა, რომ ასე არ არის შვილი რომ გეტყვის, რომ რას გადამაყოლე ამოცნებას, ხომ, რატომ ასანქცირებ მთელ ოჯახს, რატომ არ ზრუნავ ჩემზე, ხომ, ეს იყო, ეს ამაზეა სწორედ გათვლილი ეს სანქციები, რომ რაღაცნაირად ბერკეტები თვითონ დარჩეს კიდეც მის გარემოცვას, ვისაც ეს ეხება, რომ გონზე მოიყვანოს მოკლედ კონკრეტული პირი. როგორი მოსათმენია სანქციები უკვე ამ ხალხისთვის, როგორ ფიქრობთ თქვენ? ეს სანქციები ცალსახად მხოლოდ სამოგზაურო შეზღუდვა, უბრალოდ ვიზის შეზღუდვაც კი, რა თქმა უნდა, უმძიმესი
ასე ვთქვათ, გარემოებას ქმნის სანქცირებული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმ ქვეყნებში შესვლის შეზღუდვას არა მხოლოდ სამოგზაუროდ, არამედ სასწავლებლად, სამედიცინო თვალსაზრისით, სამეცნიერო თვალსაზრისით, სპორტული თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ანუ რეალურად მათ იმ დასავლურ კულტურასთან და გასწავლულ ქვეყნებთან, სადაც ალბათ ყველას დიდი სურვილია როგორც სწავლის, ისე მოგზაურობის თუ განვითარების თუ სამედიცინო მომსახურების მიღების თლიანად უწყდებათ ამ სისტემასთან კავშირი და ფინანსური თვალსაზრისით, ვინც ფინანსურად დასანქცირდა, რა თქმა უნდა, ეს უმძიმესია. მაგრამ მაინც მე მინდა ცოტა სხვა კუთხით გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე, რომ ეს ჩემი აზრით უნდა იყოს მაგალითი არა მხოლოდ იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც უკვე დასანქცირდნენ და რომლებიც აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომელთა წუწუნიც გარეთ გამოიტანა და რომელთა ასე ვთქვათ გაჟღერების ფუნქცია თავის თავზე აიღო კახიშვილმა და ამ შემთხვევაში ის კოლექტიური სანქცირებული ქოცი იყო, მოდი ასე ვთქვათ, არამედ დანარჩენმა იმ მრავალ ათასიანმა არმიამ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების. მათ ისინი კარგად უნდა ხედავდნენ, როგორც საკუთარი აზრის გამოთქმისთვის სამსახურებიდან უკანონოდ დათხოვნილი მათი კოლეგების მაგალითზე, ასევე მათი სანქცირებული ხელმძღვანელების მაგალითზე, რომ შეუმჩნეველი არ დარჩება არც ერთი ადამიანის დანაშაულებრივი ჩართულობა ამ რეჟიმის განმტკიცებაში. მათ შორის შესაძლებელია საერთაშორისო სანქციები გაცილებით დაბალ დონეზე ჩავიდეს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ შორის ოპოზიციური პარტიები თუ სამოქალაქო საზოგადოება საერთაშორისო პარტნიორები ამაზეც მუშაობენ, რომ დიახ, იმ რიგით პროკურორს, რიგით პოლიციელს, ცალკეულ მოსამართლეებს და მოსამართლეებზე კი გვაქვს ფართოდ უკვე სანქციები დაწესებული. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მანამდეც მივა ეს სანქციების რეჟიმი, იმიტომ რომ სწორედ ისინი ახერხებენ და უხანგრძლივებენ სიცოცხლეს ივანიშვილის რეჟიმს. აი სწორედ როდესაც ამ დონეზე და ქვედა დონეზე ეს ადამიანები გაითავისებენ და საკუთარი თავის გადასარჩენად აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ უარი თქვან დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე, შემდგომ უკვე იგრძნობს, რა თქმა უნდა, ივანიშვილი საკუთარი რეჟიმის რყევას და ეს სანქცირებული პირები იგრძნობენ როგორ ფუჭად დაიღუპეს ცხოვრება. მე ასე ვიტყოდი და გადაყვნენ ივანიშვილის ახირებებს ქართული საზოგადოების წინააღმდეგ.